საღამომშვიდობის ბევრს გაუჩნდა კითხვა, რატომ გააპროტესტეს ქართველებმა ვლადიმერ პოზნერის ვიზიტი სწორედ ახლა, მაშინ, როდესაც ანტიქართული განცხადებები მას წლების წინ აქვს გაკეთებული და მას შემდეგ არაერთხელ უპრობლემოდ ჩამოსულა საქართველოში. ზუსტად ასე მეგობრებთან ერთადაც დაბადების დღეც გადაუხდია აქ. რა შეიცვალა ახლა? შეიცვალა ის, რომ 20 ივნისის შემდეგ ქართული საზოგადოება უფრო სენსიტიური გახდა ასეთი თემების მიმართ. მაგრამ პოზნერი 20 ივნისის შემდეგაც იყო აქ ჩამოსული და მაინც არავის გაუპროტესტებია. ალბათ მაშინ უბრალოდ არ ჰქონდა ინფორმაცია მისი ჩამოსulis შესახებ. და რაც მთავარია, წელს ყველაფერს დაემატა პანდემია და კომენდანტის საათი. განსაკუთრებული გაღიზიანება სწორედ ამ ფაქტმა გამოიწვია, რომ პოზნერს და მის მეგობრებს ხელისუფლებამ მისცა кейფის და გართობის ნებართვა მაშინ, როდესაც თვითონ ქართველებს ეს უკვე თვეების განმავლობაში აკრძალული აქვთ. გამონაკლისები მხოლოდ ქართული ოცნების წევრები და მათი მეგობრები არიან, რომლებიც როცა უნდათ მაშინ აწყობენ უზარმაზარ წვეულებებს და ახლა უკვე ასეთი გამონაკლისები აღმოჩნდნენ პუტინის მეგობრებიც. ამიტომაც გამოიწვია პოზნერის ვიზიტმა ასეთი აგრესია, რომელიც აქამდე არ ყოფილა. წესით ამის ახსნა არ უნდა მჭირდებოდეს. შემდეგ უკვე საერთოდ არ გამკურვებია, როდესაც ქართულმა ოცნებამ ვაჟა-ფშაველა და სტუმარ მასპინძელი მოიშველია იმისთვის, რომ რუსი ტელეწამყვანისთვის დაგებული ფიანდაზები გაემართლებინა. ოცნება ამბობს, რომ ნაციონალებს, ნაციონალებად ისინი მოიხსენიებენ ყველას, ვინც პოზნერის სტუმრობა გააპროტესტა. ოცნება ამბობს, რომ ნაციონალებს არ ესმით ამ ნაწარმოების და ქართული ტრადიციების არსი. რომ არ ესმით აზრი სიტყვებისა, დღეს სტუმარია ეკჩემი, თუმცა ემართოს სისხლისა. ამ დროს ასეთი უხეში პარალელის გავლება ჩემი აზრით, მხოლოდ იმას შეუძლია, ვინც ან შეგნებულად ამახინჯებს ვაჟას იდეას, ან თვითონ არ ესმის სტუმარ მასპინძლის შინაარსი, ან საერთოდ არ აქვს ის წაკითხული. აგიხსნით, რატომ ვფიქრობ ასე? აქ უნდა ვთქვა, ცოტა კომიკური წყვილი კი არის აქეთ ზვიადაური და იქით პოზნერი, მაგრამ რა სიზამ, ამ დაწყვილების ავტორიც ოცნებაა. მოკლედ, როდესაც ჯოყოლას ზვიადაური სტუმრად მიყავს სახლში, მან ჯერ არ იცის, რომ ძმის მკვლელს ეპატიჟება, თორემ იქვე მთაშივე ამოაძრობდა სულს. ჯოყოლას ძმის მკვლელის სისხლის წყურიაო, ასე წერია პოემაში. მაგრამ ჯოყოლა ზვიადაურს ვერ ცნობს და მიყავს თავისთან. ახლა გადმოვიდეთ ჩვენსკენ. ჩვენ არ ვიცოდით პოზნერი ვინ არის? არ ვიცოდით გავრილოვი ვინ არის? არ ვიცოდით ვინ შემოვიყვანეთ? შესანიშნავად იცოდა ეს ჩვენმა ხელისუფლებამ. იცოდა, რომ პროტესტი წიბდებოდა და მაინც ზარზეიმით შემოაბრძანა ისინი. გადავიდეთ ისევ ვაჟასთან, როდესაც ჯოყოლას ზვიადაური სტუმრად მიყავს სახლში, მას ის რიგითი მონადირე ხევსური ჰგონია. ქისტებთან მტრობაში მყოფი ხევსურების წარმომადგენელი კი, მაგრამ ჯოყოლასთვის ყველა ხევსური განურჩევლად მტერი არ არის. ასე ვართ ჩვენც. არც ჩვენთვისაა ყველა რუსი ავტომატურად მტერი. რიგით რუსებს ჩვენ სულაც არ ვერჩით. სავსეა საქართველოს რუსი ტურისტებითაც, რუსი მეგობრებით თუ რუსი ნათესავებით. მაგრამ პოზნერი არ არის რიგითი რუსი ტურისტი. ის მუდმივად ეწევა ანტიქართულ, პუტინისტურ პროპაგანდას. მარტო აფხაზეთისა და სამხრეთ ოსეთის ოკუპაციას კი არ ამართლებს, არამედ 2008 წელს მაგალითად რუსეთისგან თბილისის აღების წინააღმდეგიც არ იყო. ვერ იგებს თურმე, რატომ შეჩერდნენ რუსული ტანკები და არ დაიპყრეს ჩვენი დედაქალაქი. პოზნერები და გავრილოვები, როგორც აბორიგენებს ისე გვიყურებენ, რომლებსაც როცა უნდათ მაშინ გამოიყენებენ სუფრის მოახლეებად და გამრთობებად. ჩვენ თურმე უნდა დავიცვათ კომენდანტის საათი და სახლში ჩაკეტილები ვისხდეთ, მაგრამ პოზნერს და მის მეგობრებს თუ დაჭირდებათ, უნდა გამოვიდეთ, მოვემსახუროთ და პოლიციის ესკორტითაც მივაცილოთ სუფრამდე. ეგრე სადაა ბუდიში? ჩვენ მათ თურმე ვაჟასეულის სტუმარ მასპინძლობის მაღალი პრინციპებით უნდა მივუდგეთ და თვითონ ფაშისტი დუგინის იდეოლოგიით უნდა მოგვეპყრონ. ათასობით ქართველი მასობრივად, როგორც ნახირი რომ გამოყარეს 2006 წელს, ეგ სადაური სტუმარ მასპინძლობის პრინციპებში ჯდებოდა. თუ პუტინს არ აქვს ვაჟა-ფშაველა წაკითხული და ამიტომ არ მოეთხოვება და არ ევალება ამ პრინციპების დაცვა. როგორ არის მან საქმე?
ჩვენი საკუთარი მიწებიდან რომ გამოგვყარა და დღემდე ყრის ერთი ვლადიმიროვიჩი და მეორე ვლადიმიროვიჩი ამას რომ ამართლებს და ჩვენ მაინც რომ თავდახრილები ვუწელავთ ელარჯს, ეგ ვაჟას რომელი ნაწარმოების მიხედვით ხდება? თავისი განცხადებებით პოზნერს ოკუპაციის შესახებ კანონი არ დაურღვევიაო გამოგვიცხადეს. ეგრე მოდით ასე ვთქვათ, მაშინ რუსეთის კანონმდებლობით მეც დაახლოებით $500 ჯარიმა მეკუთვნის მხოლოდ პუტინის შეურაცხყოფისთვის. გადავიხდი და ჩავალ რუსეთში საგრიალოდ ჩემს 50 მეგობართან ერთად და აი დემონსტრაციულად შუა მოსკოვში გავაჩაღებ кейპს. ძალიან მაინტერესებს მე როგორ სტუმარ მასპინძლურად დამხვდებიან იქ. ნეტა მეც ასე ესკორტით მიმაცილებს რესტორნამდე რუსული მილიცია და ასე თავგამოდებით დამიცავს მერე, როგორც ქართველი პოლიციელები იცავდნენ პოზნერს. მეც ასე ერთხმად მხარში ამომიდგება ნეტა რუსული დუმა? კი, მილიცია მიმაცილებს აუცილებლად. ოღონდ რესტორანში კი არა, პირდაპირ რუსულ ციხეში და ვეღარც მნახავს ამის მერე ვეღარავინ. და რუსული დუმა კი არა, ჩემი საკუთარი ქვეყნის ხელისუფლებაც არ გამომესარჩლება. ქართული ოცნება პოზნერს იცავს ვაჟას ციტატებით, თორემ ჩემზე იცით რა სიტყვიან? რაც მოგივა დავითაო, ყველა შენი თავითაო. აბა რა ეგონა მაქვს სულელს ჯერ პუტინს რომ აგინა და მერე მოსკოვში რომ ჩაქანდაო. თავის თავს დააბრალოს, ახლა რაც დაემართაო. ასე იტყვის ჩემზე, ჩემივე ქვეყნის ხელისუფლება და ჩემი გამოხსნის ნაცვლად ალბათ კიდევ ერთხელ მოუწოდებს საერთაშორისო საზოგადოებას ჩემი დაგმობისკენ. არადა მე მხოლოდ ერთ პუტინს მივაყენებ მძიმე შეურაცხყოფა და პოზნერი მთელ ქართველ ერს სისტემატურად გვამცირებს, შეურაცხყოფს ჩვენს ქვეყანას და მის მთლიანობას და შესაბამისად სახეში აფურთხებს ამ მთლიანობისთვის დაღუპულ ქართველებს. თუ მეგობრები ვართ, მაშინ წესები ორივე მხარისთვის თანაბარი უნდა იყოს. თუ პოზნერს შეუძლია აქ სტუმრად ჩამოსვლა, მაშინ მეც ჩავალ რა რუსეთში და გამიშალონ სუფრა. ჯარიმას გადავიხდი, არაა პრობლემა. მაგრამ საქმეც ესაა, რომ პოზნერის და გავრილოვისნაირი ადამიანები არც საკუთარ თავს თვლიან აქ სტუმრებად და არც ჩვენ მასპინძლებად. მათ ცნობიერებაში საქართველო მათი საკუთრებაა. ისინი ბატონები არიან, ჩვენ კი მათი ყმები. სტუმარ მასპინძლობა კი არა, ბატონყმობაა მათი პრინციპი ქართველებთან ურთიერთობაში. და ჩვენი ყველაზე დიდი ტრაგედია ის არის, რომ საქართველოს ხელისუფლებაც ამავე პრინციპით პასუხობს მათ. იმიტომ კი არ იცავენ ასეთი თავდადებით ოკუპანტებს, რომ მათ პატივსცემენ ან უყვართ. არა. არამედ მხოლოდ იმიტომ, რომ მათი ეშინიათ. ვაჟა-ფშაველას სტუმარ მასპინძელში ჯოყოლას თუ მისი ცოლის საქციელი გამოხატავს გამბედაობას და ვაჟკაცობას. ჩვენი ხელისუფლების საქციელი კი სიმხდალეს. ჯოყოლა მხოლოდ სუფრების გაშლით კი არ არის იქ დაკავებული. მერე მიდის და სრულიად მარტო თავგანწირვით ებრძვის ხევსურებს. და ჩვენი ხელისუფლება ბრძოლის კი არა, რუსების წინააღმდეგ გადაბრუნებული სიტყვის თქმის თავიც კი არა აქვთ. გახსოვთ როგორ მთავრდება ვაჟას ნაწარმოები? როდესაც კლდის თავზე ღამღამობით უკვე დახოცილი ჯოყოლას ზვიადაურის და აღაზას ლანდები იკრიბებიან და ერთად ნადიმობენ. ვაჟკაცობისას ამბობენ, ერთურთის დანდობისასა, სტუმარ მასპინძლის წესზე და ცნობის და დაძმობისასა. რომელი დაძმობა გვაჩვენა რუსეთმა? რომელი სტუმარ მასპინძლობა? ან რომელი დანდობა? და მაშინ ჩვენ რატომ ვართ ვალდებულნი მათ დანდობაც, დაძმობაც და მეგობრობაც ჩვენივე სისხლის ფასად ვაჩუქოთ? არსებობს ღირსეული მტერი, რომელსაც შეიძლება პატივსცემდე. შეიძლება გიყვარდეს კიდეც. ჯოყოლას ცოლი დასტირის ზვიადაურს. მისი დამკვლელი ქისტებიც კი აღფრთოვანებულები არიან ზვიადაურის ვაჟკაცობით. ჯოყოლა და ზვიადაურის სიკვდილის შემდეგ ერთმანეთს ძმობილებს ეძახიან და ერთ სუფრასთან სხედან. მაგრამ ჩვენ ამაშიც არ გაგვიმართლა. პუტინის რუსეთი ერთ-ერთი ყველაზე უღირსი მტერია, რომელიც საქართველოს და მსოფლიოს ოდესმე ხოლია. რა მონეტითაც ჩვენ ვიხდიან, იგივე მონეტით ვუბრუნებთ ხურდას. ოკუპანტებმა რაც დაიმსახურეს, იმას იღებენ. უარესსაც იმსახურებენ. მაგრამ სამწუხაროდ ჩვენი ხელისუფლება ხმის ამოღებასაც კი ვერ ბედავს. აი ამიტომ ვთვლი, რომ სინამდვილეში ჩვენი ქვეყნის სათავეშია სწორედ ის ანტივაჟა, რომელიც ძვირფასი სტუმრებისა და ამაყი მასპინძლების ნიღბების უკან
დაუნდობელი ბატონების და მორჩილი ყმების სახეებს მალავს. ჩვენ ნამდვილად ვართ იმ პოემაში, რომელსაც ვაჟა არასდროს დაწერდა. მე ვარ გიორგი გაბუნია, ეს არის პოსტფაქტუმი, თქვენ ხართ თავარი. თუ თქვენ შორის არიან ისეთები, ვისაც მაინც ეჭვეპარება და ვლადიმერ პოზნერს საქართველოს უწყინარ მეგობრად თვლის, ნახეთ რას ფიქრობენ ის და მისი მეგობრები ჩვენს ქვეყანაზე და რა გეგმებს აწყობენ ჩვენთან დაკავშირებით. მათთვის ჩვენ არასრულფასოვანი სახელმწიფო ვართ, რომლის საერთოდ არსებობის აუცილებლობასაც კი ვერ ხედავენ. თენგო გოგოტიშვილი, გაგაცნობთ თუ აქამდე არ იცნობთ პოზნერებს და მათ მეგობრებს. Რაღაც უნდა ვთქვა და მერე გავჩუმდები. Спасибо вам большое, дорогой Владимир Владимирович. Ახლა კი მართლა უნდა გავჩუმდე და საკუთარ თავს მოусმინო. ნუ თუ ეს მე ვთქვი. დიახ, ვლადიმერ ვლადიმიროვიჩს მადლობა ნამდვილად ეკუთვნის. ერთსაც და მეორესაც, პუტინსაც და პოზნერსაც. პოზნერი წავიდა. მოხიკა 50-ვე მეგობარი და უთენია წაეჩარტერა. არ გინდოდათ რუსი ოლიგარქები და პროპაგანდისტები წავლენ და ფულს თავიანთ მოსკოვში დახარჯავენ. მაინც აღნიშნავენ ვლადიმერ ვლადიმიროვიჩის დაბადების დღეს. თუმცა ისე რიხიანად ვეღარ როგორც აქ გეგმავდნენ. მოსკოვში პოზნერის საკუთარ რესტორანში ფრანგულად და სევდიანად იმღერებენ. საქართველოს პრემიერმა უკვე განაცხადა, რომ ეს სააკაშვილის პროვოკაცია. აი ეს დაგვიტოვა საფიქრად პოზნერმა. რა უხარია და რა სყიდ რუსებს, რასელიან ჩვენგან და რას ითხოვენ. ქართველებო, საბჭოთა კავშირის დაშლამდე და რუსეთისგან დაშორებამდე თქვენ მაღალი კულტურის ხალხი იყავით. ახლა კი ეს სირცხვილი. ეს ამბავი ადასტურებს, რომ ზოგიერთი ქვეყანა საერთოდ არ უნდა არსებობდეს. რუსეთის სახელმწიფო ტელევიზიები არსებობის უფლებას რომ გართმევენ დიდად სასიხარულო არ არის, მაგრამ ამათგან ქებას ისევ სჯობს, რომ იცოდეთ რას ელოდოთ. Вот так вот нам выключили свет. То, что происходит в славном городе Тбилиси. ეს ხდება სახელოვან ქალაქ თბილისში, სადაც ბოლო 20 წელია მუშაობენ დემოკრატიზატორები და ცივილიზატორები. შედეგი სახეზეა. ესაა ხალხი, ვინც გამოგლიჯეს რუსულ იმპერიულ მორდორს. Так сказать, российского имперского мордора. Это პუტინის საუკეთესო პროპაგანდისტები კაცობრიობის განვითარების მხოლოდ ასეთ ჩიხურ ეგზემპლარებში არ უნდა ვეძებოთ. თუმცა ასეთები მეტნი არიან. სხვათა შორის, ეს ჩიხური განშტოება პოლიგლოტ და ინტელიგენტ ვლადიმერ პოზნერის მთავარი პროდიუსერია. 1976 года 1976-დან რამდენიმე წელი ბიჭვინთაში ვისვენები. ქართველები აფხაზებს მეორე ხარისხოვან ადამიანებად თვლიდნენ. რამდენიმე ჩხუბს შევესწარი. ვიცოდი, რომ ეს ამბავი ცუდად დასრულდებოდა. თვით გამორკვევის უფლება ეწინააღმდეგება სახელმწიფოს მთლიანობის პრინციპს. კოსოვოს გარეშე იქნებ არც აფხაზეთი მომხდარიყო, არც კატალონია, მაგრამ მადლობა ნატოსა და ჩემს ძვირფას ამერიკას. მოხდა კოსოვო. განსხვავება სულ ესაა, სახის რა გამომეტყოლებითა და ხმის რა ტემბრით გეტყვიან აფხაზეთი და შიდა ქართლი უნდა დაივიწყოთ. Это мы подарили Константинополь, Париж еще до этого. ჩვენ ვაჩუქეთ კონსტანტინოპოლი, იქამდე პარიზი, პოლონეთი, ფინეთი. 2008 წელს თბილისი ვაჩუქეთ. შეგვეძლო აღება და არავიღეთ. თან გვიყვარს, თან წვავთ. აი ასეთები ვართ და ამას ყველა უნდა შეეგუოს. Пусть они как-то с этим живут. როდის დაუმალავთ? კი, ასეთები არიან. თან კლავენ, თან გთხოვენ გიყვარდეს. ყველა ასეთია. რუსი სიმონიანისა და ფრანგ ებრაელი პოზნერის, რომელიც თავს რუსად საერთოდ არ თვლის. но все равно я не русский. მაინც არ ვარ რუსი. უცხო ვარ შინაგანად. აქ მაქვს სახლი, საყვარელი ცოლი, მაგრამ საფრანგეთში რომ ჩავდივარ, სულ იმღერის. სიტყვებით ვერ გადმოვცემ. 1-2 საათიანი ინტერვიუთი ბევრს გაიგებთ. კაცზე ვისმა გაგდებამაც მთელი რუსეთი აგვიმხედრა. ვის გამოც პუტინის პრესმდივანმა პრაქტიკულად აუგზავნა თავის თანამოქალაქეებს საქართველოსკენ გამოხედვა. თუ სხვა წყაროებსაც ოდნავ მოგეკავთ, გაიგებთ, რომ უკრაინა საქართველოზე გაცილებით თავმოყარე ქვეყანაა და ოკუპირებულ ყირიმში ერთდღიანი ტაშფანდურისთვის ჩაუკეტა საზღვარი პოზნერს. აპირებს თავის გამართლებას. არა, ზედმეტად კარგად უხდის პუტინი. Он негодяй за то, что он ჩემთვის პუტინი აბსოლუტური ნაძირალაა. თქვენ მას ნაძირალად თვლით? Вы его негодяем не считаете? Нет, არა, არ не ვთვლი. считаю.
პოზნერი თავგამოდებით უარობს, რომ ოდესმე უმუშავია კაგებესთვის. მაგრამ თან სიამაყრიტყვება, რომ ჯერ კიდევ 1957 წელს თარჯიმნად მიამაგრეს საბჭოთა ფესტივალზე ჩამოსულ ამერიკულ დელეგაციას. ვისაც პიონერის ყელსახვევი მაინც კეთებია, მიხვდება, რომ მოხუცი მოხდენილად სრულობს. ამერიკას კაგებეს ნებართვის გარეშე ვინ გაგაკარებდა, მაგრამ ეს ტყუილი არც პირველია და არც უკანასკნელი. ამით ჭამდა და ჭამს პურს. საბჭოთა მთავრობას რატომ ეშინია დისიდენტების? Никто не боится. რატომ გონიათ ასე? А почему тогда им так трудно здесь жить? მათი არავის ეშინია. აქ ცხოვრება უჭირთ, რადგან ძალიან ცოტანი არიან და კოლოსალური უმრავლესობის წინააღმდეგ მიდიან. მაგრამ თუ ვინმე კანონს არ ღვევს, მოგწონს ეს კანონი თუ არა, პასუხი უნდა აგოს. პოზნერისნაირი არავინაა. ფრანგული და ინგლისური შენიმშობლიური ენები იყოს და ანდროპოუზე მეტი სტაჟი კონდეს კაგებეზე მუშაობისა, ნამდვილად იშვიათობაა. მაგრამ ეგ გენეტიკურია. მამაჩემ ძალიან მჭიდრო კავშირი ჰქონდა კაგებესთან. ფულისთვის არ მუშაობდა, იდეისთვის. ძალიან მაღალი თანამდებობა ჰქონდა. კომპანია მეტრო გოლდვინ მაიერში. უამრავი ნაცნობი ყავდა და ბევრი ინფორმაცია ჰქონდა. მაგრამ ბოლო დროს ამერიკიდან რომ არ გამოგვცეულიყავით, მამას ალბათ ძალიან მალე დაიჭერდნენ. მამა პოზნერს ამერიკაში სახელი ისე ჰქონდა გაფუჭებული ომის შემდგომ კომუნისტებით გატენილ საფრანგეთში ფეხიც არ დაადგმევინეს. ოჯახი იძულებული გახდა აღმოსავლეთ გერმანიაში გადასულიყო და იქაც კაგებესთვის ემუშავა. რუსი თუ ფრანგი გოგონები? რუსები. რუსეთი ევროპაა? ევროპაა. შეუძლებელია საფრანგეთში დაბადებულმა და ამერიკაში გაზრდილმა კაცმა საპატიო ლეგიონის ორდენის კავალერმა არ იცოდეს რანაირი ევროპაა რუსეთი. მაგრამ შევთანხმდეთ, ეს კაცი ძალიან დახვეწილად ტყუის. ამაში მეც უხდიან. ამიტომაც თავის დროზე უარყოფდა საბჭოთა დისიდენტებს. ამართლებდა შეჭრას ავღანეთში და კორეული ბოინგის ჩამოგდებას. ახლა რომ გითხავთ, იმ გამართლებასაც დახვეწილად გაამართლებს. Да, мы убеждены. დიახ, ჩვენ დარწმუნებულები ვართ, რომ ეს თვითმფრინავი მზვერავი იყო. ადამიანები პაიკები აღმოჩნდნენ საშინელ თამაშში. А что это было? Вы знаете теперь? ახლა იცით რა მოხდა? ვინმე მიცის? რატომ არ პასუხობდა თვითმფრინავი? რატომ მიფრინავდა ჩამქრალი განათებებით? რას აკეთებდა 4 საათი ჩვენს საჰაერო სივრცეში? ტყუილისთვის ერთადერთხელ დაისაჯა. ძალიან ახალგაზრდა, როდესაც სამუილ მარშაკთან მდივნად მუშაობდა და მისი თარგმანები თავისად გაასაღა. მარშაკმა ჭიტლაღით გამოაგდო, მაგრამ უკვე მეგობრობდა ყოვლისშემძლე ჩეკისტებთან და სამსახურის სააგენტო ნოვოსტიში დააწყებინეს, რომელიც მხოლოდ უცხოეთზე მაუწყებლობდა. შემდეგ გადაიყვანეს ცენტრალური ტელევიზიის ამერიკა-ბრიტანეთის რედაქციაში და პარალელურად ამ მთავარი საბჭოთა იდეოლოგიური მანქანის მთავარ იდეოლოგად პარტკომის მდივნად დანიშნეს. Он очевидно პუტინი მაგარია რუსეთის ინტერესების ისე დაყენებაში, რომ ანგარიშ ყველა უწევს. ძალიან უარყოფითი დამოკიდებულება, რომაა რუსეთის მიმართ, ამას უკავშირდება. მოგწონს თუ არა, პუტინმა დაგვიბრუნა რუსეთი. აიძულა მსოფლიო, მათ შორის ამერიკა. ანგარიში გაეწიათ. ხალხის დიდი უმრავლესობა მხარს უჭერს პუტინს. ეს ხომ ფაქტია. ძველი კაგებეშნიკის ცხოვრების ქექვაში საკუთარი თავი ხომ არ დაგვავიწყდა. საკუთარი კვერცხები? მგონი გამოჩნდა, რომ ტყუილად არ გვისროლია. პოზნერის ამბავზე რუსეთში ატეხილი ხმაურის შემდეგ ტვინის ერთადერთი ნაოჭი და მის ხალი ნამოსიც უნდა იყოს საკმარისი, რომ გინდ ანტონ ღარიბაშვილი, გინდ ირმა ზავრადაშვილი დააფიქროს. მე და გავრილოვი ერთსა და იმავეს რატომ ვლაპარაკობთ? Этот случай уже становится не единичным. ეს არ არის ერთეული შემთხვევა რუსი ტურისტების წინააღმდეგ. ვისაწყობს, რომ საქართველოში არ დაბრუნდნენ რუსი ტურისტები, რომელთაც სიკეთე და სიყვარული მოაქვს. ჩვენი ფესვების, ჩვენი მართლმადიდებლური ფასეულობების დავიწყება შეუძლებელია. საქართველოს, რომელიც დამოკიდებულია ტურიზმსა და ვაჭრობაზე, საზღვარგარეთ მომუშავე ნათესავებზე, ძალიან გაუჭირდება არაკეთილი მეზობლების გარემოცვაში. ვისაც პრავოსლავნიკური რუსული არ ესმის. დღემდე საქართველო თურმე მეზობლობდა კეთილ რუსეთთან. ახლა კი გული გაუტეხა და თუ არ უნდა რუსეთმა დასაჯოს, გავრილოვისა და პოზნერის გაქცევა საკუთარ ოპოზიციას უნდა ადინოს ძმრად. Этим людям выгодно, чтобы ამ ხალხს საქართველოში სუსტი ხელისუფლება აწყობს. სურს აქციოს საქართველო ავტორიტარულ ქვეყნად, რომელიც გახდება მეზობლების საწინააღმდეგო პლაცდარმი. მეზობლებთან ომი უკანასკნელ ქართველამდე არაა საქართველოს ინტერესებში. антидемократической, авторитарной страной. По счастливой случайности 2008 წელს თბილისი მხოლოდ შემთხვევით არ ავიღეთ. საქართველო დღეს უდაბური პროვინციაა, 25%-იანი უმუშევრობით. ეს მაკაკები კიდევ მუშტებს აბრახუნებენ. ძალიან კარგად ესმით, რომ ვერც აფხაზეთს დაიბრუნებენ ვერასდროს და ვერც სამხრეთ ოსეთს. ისევე როგორც უკრაინელები ვერ დაიბრუნებენ დონბასს. Это просто дремучая провинция. საქართველო იდეალურია ბედნიერების იმიტაციისთვის.
მოჩვენებითი ჩახუტება, სიმღერები დაცემამდე, კოცნა-პროშნა, ხინკალი, არც თუ კარგი ღვინო. საქართველო ბოშათა დიდი ბანაკია, სადაც მდიდარ რუსს თავის სერგეი პარატოვი ჰგონია. Бог к нам приехал, Владимир Владимирович, дорогой. რადგინდა ციზარმაცითა და სიღარიბით დანგრეული ეს ქალაქი. მე მას პირადად ვერ ვიტან. პოზნერს აზრადაც არ მოუვიდოდა, რომ ოსებისა და აფხაზების სახელმწიფოებრიობის შესახებ მის სიტყვებს ვინმე მტრულად შეხვდებოდა. Терпеть не могу. დანამუსებაში ამ ხალხს ბადალი არ ყავს. შენთან მოისაქმებენ და შენვე შეგარცხვენენ ამ სიბინძურეში როგორ ცხოვრობო. ოღონდ პოზნერს უნდა უუმადლოდეთ, რომ კრემლსა და სახელმწიფო დუმიდან თავგამოყოფილი უამრავი იდეოლოგიის აზრი ორ დღეში სრულად მოვისმენთ და უკვე ვიცით რას გვიპირებენ. საქართველოს დიდი კავკასიის 6-ეულის პროექტის უმნიშვნელოვანესი ნაწილია. მოსკოვს, თეირანს, ანკარას, ერევანს და ბაქოს ასეთი დესტაბილიზაცია და ქაოსი სჭირდებათ საქართველოში, რომ ამ პლატფორმასთან შეერთება ერთადერთი გამოსავალი იყოს. რუსეთის დესტაბილიზაცია ჩარევის საბაბად სჭირდება. თბილისიდან რომ მიდიხარ გზიდან 9 კილომეტრში მავთულ ხლახტებია და ჩვენი საგუშაგოები ჩანს. აი ასეთი პროვოკატორები მივლენ და ესვრიან რუს ჯარისკაცებს. ეს იქნება საბაბი, რომ ტანკები თბილისამდე მივიდეს. დესტაბილიზაცია ამერიკელებსაც სჭირდებათ. ფსონს სააკაშვილზე დებენ, რომ არ დაუშვან საქართველოს შეერთება 6-ეულის პლატფორმასთან. რაც მაქსიმ შევჩენკოს ყველაზე ნაკლებად სურს სააკაშვილის როგორც ამერიკის დასაყრდენის რეკლამირებაა, რომლის დროსაც სხვათა შორის საქართველოში არ უშვებდნენ. მის უეცარ გულწრფელობას ერთადერთი ამოცანა აქვს. კრემლის სახელით გააფრთხილოს საქართველოს ხელისუფლება აზრადაც არ გაევლოს დასავლური წესებითა და ინტერესით თამაში. ყველას ესმის, საქართველოს გარეშე კავკასიური 6-ეულის ფორმატი არ შედგება და ისევ მადლობა ერთ კაგებეშნიკ ვლადიმერ ვლადიმიროვიჩს, რომ თბილისიდან უდრო ევაკუაციით მეორე კაგებეშნიკ ვლადიმერ ვლადიმიროვიჩის ყველა გეგმა და ყველა საფრთხე ღიად დაგვილაგა. თუმცა ამოცანად ეს არ ქონია. Блядь. დავსხდეთ ახლა და ვიზახოთ როგორ შეიძლება პოზნერი იყოს მტერი. პოზნერი ხომ ადამიანია. ამერიკისა და საფრანგეთის მოქალაქეა, განათლებულია, ბოლოს და ბოლოს მოხუცია. ოღონდ პირველ ყოვლისა პოზნერი არის სისტემა, რომელიც ყოველ დროს, ყოველთვის და ყოველგან გვმტრობს და ერთადერთ გამოსავალს გვიტოვებს. ვიბრძოლოთ ნებისმიერი საშუალებით. ბოლო დღეებში ბევრი ისედაც დარწმუნდა, ვისაც აქამდე არ სჯეროდა. რაგბი ჩვენი თამაშია, ელარჯი ჩვენი კერძია და კვერცხები ჩვენი იარაღია, ბლად. უკანონო ქართველი პატიმრის გათავისუფლება უნიკალური ხატის ან საქართველოს დამატებითი ტერიტორიის სანაცვლოდ. დიახ, სამხრეთ ოსეთის საოკუპაციო რეჟიმი მოითხოვს, რომ ჩვენ უკვე საკუთარი ხელით გადავცეთ მათ ქართული მიწის ნაწილი, იგულისხმება ჩორჩანას საგუშაგო, ან გადავცეთ მე-10 საუკუნით დათარიღებული იქონის ხატი, რომელიც საქართველოს ეროვნულ მუზეუმში ინახება. ისინი ამბობენ, რომ ხატი თურმე მათ ეკუთვნით. ამის სანაცვლოდ კი ისინი გაათავისუფლებენ ზაზა გახელაძეს, რომელიც უკვე მე-9 თვეა უკანონოდ ყავთ დაპატიმრებული. დიახ, ოკუპანტები ვაჭრობენ ქართველი პატიმრით. ამ დროს ჩვენ ცოტა ხნის წინ დაკავებული რუსი სამხედროები ყოველგვარი წინაპირობის გარეშე გავათავისუფლეთ და ლამის ისეთივე ზარზეიმით დავაბრუნეთ ოკუპირებულ ტერიტორიებზე, როგორც პოზნერი გავაცილეთ. მაგრამ თვითონ ზაზა გახელაძე, რომელიც უკვე 9 თვეა ცხინვალის ციხეში ზის, ამბობს, რომ ურჩევნია მისთვის უკანონოდ მისჯილი 12 წელი მოიხადოს იქ, ვიდრე მისი თავისუფლება ქართულ მიწაში ან ისტორიულ ხატში გაცვალონ. მსგავსი გაცვლა დაუშვებელია არა მარტო თვითონ გახელაძის ასეთი ნამდვილად გმირული პოზიციის გამო, არამედ იმიტომაც, რომ როგორც კი ერთხელ მაინც მსგავსი ფაქტი დაფიქსირდება, შემდეგ წარმოიდგინეთ, ქართველების გატაცებებს ვეღარც კი აუვალთ. ოკუპანტები ნებისმიერი რაოდენობით გახელაძის მსგავსად სრულიად უმიზეზოდ დააპატიმრებენ ჩვენს მოქალაქეებს, გადაიყვანენ ცხინვალში და შემდეგ მათ სანაცვლოდ რასაც უნდათ, იმას მოითხოვენ. ასე ნელ-ნელა მთელ საქართველოს გაიტანენ თუ მოინდომებენ. გატანას რაც შეეხება. არ ვიცი, იცით თუ არა, ცნობილი ხდება გაუგონარი ფაქტი, რომ რუსებს ამოუთხრიათ იკორთის ტაძარში დაკრძალული წმინდა ბიძინა ჩოლოყაშვილი და ქსნის ერისთავები, შალვა და ელისბარი და მათი წმინდა ნაწილები რუსეთში, ჩრდილოეთ ოსეთში გადაუსვენებიათ. რაზე უნდა ელაპარაკო ამ ადამიანებს? რამდენიმე დღის წინ საერთაშორისო პარტნიორების დახმარებით ცხინვალში გადაიყვანეს და ზაზა გახელაძეს შეახვედრეს მისი 2 შვილი და მეუღლე. ირმა ბუთხუსთან ინტერვიუ დათო აბრამიშვილმა ჩაწერა.
აგრეთვე ზაზა გახელაძის ტყვეობიდან და კვლავ პერსპექტივო მოლოდინი ცხინვალში დარჩენილი პატიმრის მომავალზე. უკაცო სახლი, სადაც დრო 11 ივლისის მერე გაიყინა. თითქმის 1 წლის შემდეგ მეუღლე ირმა ბუთხუზი შულებთან ერთად ზაზას ცხინვალის ციხეში შეახვედრეს. როგორ ჩავარდი რა, როგორ აგიყვანეს მეთქი. ერთი იცოდა ეგო სიტუაცია, რომელიც შექმნილია წნელიში, საფრთხეს უქმნის ჩვენს ქვეყანას და სტაბილურობას. და თუ კი რაიმე მოლაპარაკებებზე შეიძლება საუბარი, მხოლოდ მას შემდეგ, რაც ეს კრიზისი ამოიწურება. რატოა ოკუპანტებისთვის ვაჭრობა ოქონის ხატით მნიშვნელოვანი და გადამწყვეტი? რა ისტორია აქვს ხატს და რა ღირებულება? ჩვენ დეკანოს ილია ჭიღლაძეს ვკითხეთ. ოქონის ეს საოცარი სპილოსვლის ტრიპტიკონი, რომელიც არის ბიზანტიური წარმოშობის, მსოფლიოში ერთ-ერთი საუკეთესო ნიმუში,
ბიზანტიური სპილოსწვლის იკონოგრაფიული ძეგლის. შემკული იყო ვერცხლის გარსაკრავით, რომელსაც ჰქონდა ქართული ასომთავრული წარწერები მე-17 საუკუნისა საქართველოს კათოლიკოს პატრიარქ ევდემოს დიასამიძის შეკვეთით იყო ეს ვერცხლის გარსაკრავი. სამწუხაროდ, როდესაც 1990-იან წლებში ხატი იქნა მოპარული ცხინვალის მუზეუმიდან, ეს გარსაკრავი და ქართული წარწერები, ასომთავრული წარწერები განადგურებული და დაკარგული იქნა. ხატს ვერცხლის გარსაკრავი და ქართული წარწერაც სწორედ ამიტომ მოხსნეს. საუბრობს დეკანოზი, რომ მომავალში მისი ქართული წარმომავლობა გაუგებარი გამხდარიყო, მაგრამ ამ მდგომარეობაშიც კი ოქონის ტრიპტიკონის წარმომავლობა არც ერთი წამით კითხვის ნიშნის ქვეშ არ დადგებოდა. ეს იცოდა ოსურმა მხარემაც. არსებითია ის, რომ რუსების საშუალებით და რუსი კოლექციონერის მიერ გავიდა ეს ხატი შვეიცარიაში კრისტის აუქციონზე და ერთგვარად აქ იკვეთება ისევ და ისევ რუსული კვალი. 2002 წელს ხატი კრისტის აუქციონზე კონკრეტულად რუსკიე ტარგიზე დარეგისტრირდა. უნიკალურ ხატზე ლოტის ფასი 600,000 ევროდან იწყებოდა. რუს კოლექციონერს იმედი ჰქონდა, რომ რეგისტრაციის შემდეგ 2003 წელს ხატის გაყიდვა მოხდებოდა, მაგრამ იმავე წელს საქართველოში ხელისუფლება შეიცვალა. სულებიდან 6 დღეში მოლაპარაკებები დაიწყო. 2004 წლის გაზაფხულზე მაისში საქართველოს ახალმა ხელისუფლებამ შეაგროვა ყველა დოკუმენტი, რომელიც ადასტურებდა ხატის ქართულ წარმომავლობას და მისი გატაცების ისტორიას. იმავე 2004 წლის 20 მაისს შვეიცარიაში საქართველოს მაშინდელ ელჩს ალექსანდრე ჩიკვაიძეს შვეიცარიის იუსტიციის სამმართველოს დირექტორმა ჰაინრიხ კოლერმა საკურთხევლის სამნაწილიანი ხატი საგანგებო ცერემონიალზე გადასცა. მაისშივე მოხდა ხატის საქართველოში ჩამობრძანება და ის მუზეუმის ოქროს ფონდში განთავსდა. საქართველოს მთავრობა ძალიან ჩართული იყო ამ საქმეში. მართლა ბედნიერი ვიყავით ყველანი, არა მარტო ქართველები. აი რაღაც საოცარი განწყობა იყო აი ამ ცერემონიალზე. დაუბრუნდა საქართველოს როგორც ნაძარცვი და მოპარული ქონება. ხატის გადაცემა ეს იქნებოდა პრეცედენტი ასევე სხვა ნებისმიერი კრიმინალური დაჯგუფებებისათვის, რომ ანალოგიური მოთხოვნები წამოიყენებინათ საქართველოსადმი. ეს წმინდა ტერორისტული ტაქტიკაა და ტერორისტთან მოლაპარაკებებზე არ უნდა შეხვიდე, რასაც არ უნდა გთხოვდეს, სანაცვლოდ სულ რეალური არანაირი ფასის რაღაცა ნივთხოვდეს, უბრალოდ მოლაპარაკებებში არ უნდა შეხვიდე. რელიგიური მნიშვნელობა რო გვერდზე გადავდოთ, ესეც მე ვფიქრობ, რომ არის რუსების ტვინში მოხარშული ოპერაცია იმისთვის, რომ აი ამ მიმართულებითაც გამოიწვიონ საზოგადოების ის რა ქვია დემორალიზება, რომ აი ის რაც შენთვის ძვირფასია, იმასაც არ გაცვლი, აგერ შენი ის ადამიანი და დაგიყენონ ეს ცდარი დილემები. მსგავსი პრეცედენტი შექმნის ჯაჭვურ რეაქციას, რომელიც დაუსრულებლად გაგრძელდება, ამბობს დეკანოზი და აქვე პირიქით სკანდალურ ინფორმაციასაც აჟღერებს. მისთვის ცნობილი გახდა, რომ კახეთის სახალხო აჯანყების მეთაურისა და გმირის ბიძინა ჩოლოყაშვილის ნეშტი, რომელიც საქართველოს მართლმადიდებლური სამოციქულო ეკლესიის მიერ წმინდანად იქნა შერაცხული ამოთხრილია. მასთან ერთად ამოთხარეს კიდევ ორი წმინდანის, შალვა და ელიზბარ ერისთავების ძვლებიც. ოსურმა მხარემ ქართველი გმირების წმინდა ნაწილები რუსებს აჩუქა და თუ კი ვინმეს შეიძლება ჟენევაში პრეტენზია ჰქონდეს, ეს ისევ ქართული მხარეა. აუცილებელია ქართულმა მხარემ ოფიციალურ დონეზე მოითხოვოს ახსნა განმარტება აი ამ დიდი გმირების, საქართველოს ეროვნული გმირების ნეშტების მდგომარეობაზე და მათ დაბრუნებაზე ალაგირიდან, ანუ ესე იგი ჩრდილოეთ ოსეთიდან, რუსეთის ფედერაციიდან და ცხინვალიდან თავის კუთვნილ ადგილზე. ეს არის ესე იგი იკორთის მონასტერი. ხატის თემა წამოვიდა პირველი ჟენევიდან დეკემბერში რო იყო, მას მერე გამჟღავნდა ეს ხატის თემაზე ლაპარაკი. თუ რას ითხოვდნენ მის სანაცვლოდ, ზაზა ცხინვალის ციხეში ინფორმირებულია. მისი პასუხი მოკლეა და კონკრეტული. არც ხატი და არც ჩორჩანა, არანაირი დათმობა ჩემს გამო. მე მოვიხდი 12 წელს და ვიქნები ამაყი. არავის აქვს უფლება ამკიდოს და მთელი ცხოვრება მატარებინოს ეს მძიმე ტვირთი. არის ზაზას ერთადერთი და კატეგორიული პასუხი ცხინვალის ციხიდან. ჩორჩანის ბლოკპოსტის აღებაზე, ოქონის ხატის გადაცემაზე, მაგრამ მე არც ვფიქრობ, რომ წამითაცო, რომ ან ერთის, ან მეორის სანაცვლოდ მე გამომიშვანო, იმიტომ რომ
ერთიც და მეორეც ხელა სიწმინდეები არის, და საჭიროა ჩვენი ქვეყნისთვის, რომ მე არ ვარ იმ სიმძიმისა და იმ კატეგორიისა, რომ მე მაინც და მაინც ამაში გამცვალ. მაგრამ გავატარებ 12 წელს, როგორც 9 წელი 9 თვე გავატარეო და იქნებ. რაღაც შეიცვალოს მე რა. 2 საათიანი შეხვედრისას ზაზა მეუღლეც დაარწმუნა, რომ ამაზე არც მანი ფიქროს და არც დაუშვას. ხატი ჩვენია, ჩორჩანა საქართველოა. ამით შემზე არ ივაჭრონ არც ჟენევაში და არც არსად. თუ კი ვინმე სხვა პატიმარია ცხინვალში, ეს მისი პრობლემაა და არა ჩემი. ეს ომი რო გავიგეო, მე ჩემ თავზეც არ დავაკავშირეო. ვიფიქრე, რომ კიდევ ვიღაც ისეთი არის აქ ჩართული. ჩასმული ციხეში, რომელიც მე არ ვიცი. ანუ ისტორიულად როგორც დებენ მასალას დავეცნობი, ის ჩვენია და არც არის საჭირო გადავცეთ. ზაზას გაცვლაზე კიდევ ერთი სავაჭრო თემა ჩორჩანას საგუშაგოს მოხსნაა. ჩორჩანას საკითხს მოლაპარაკებების მაგიდაზე 2019 წლიდან განიხილავენ. ზაზას ვფიქრობ აბსოლუტურად სწორი პოზიცია აქვს სახელმწიფოებრივი, ვაჟკაცური, პატრიოტული, რომელიც ამბობს, რომ მას არ უნდა, რომ ან ტრიპტიკონის ზემოოქონის ხატი გაცვალონ მასში, ან მოიშალოს საგუშაგო. ხო, რატომ? იმიტომ, რომ ეს იქნება ნიშანი იმისა და სტიმული იმისა რუსებისთვის, რომ მათ შეუძლიათ ივაჭრონ. და ზაზას დავიბრუნებთ, მაგრამ მეორე დღესვე მივიღებთ კიდევ ახალ მძევალს. პოზნერისთვის ელარჯის ამოწელვა და ადამიანით ვაჭრობა ტერორისტული ტაქტიკით ერთი სქემის უბრალოდ სხვადასხვა განზომილებებია. სანამ ჩვენი ხელისუფლება ამას ეს ერთ დიდ სამგანზომილებიან სურათში არ დაინახავს, ყოველთვის ეს რუსული ტაქტიკა იქნება წარმატებული. სანამ ზაზას გათავისუფლებაზე ოკუპანტები ახალ პირობებს გვიყენებენ, დრო გადის. მალე 1 წელიც შესრულდება. ზაზა კი არა მარტო კონკრეტულად ერთი ოჯახის, არამედ ყველა ჩვენი ოჯახის პატიმარია და უპირველესად სახელმწიფოს ვალია ის საკუთარ ოჯახს და შვილებს მალე დაუბრუნდეს. ახლა როგორც ვთქვით მეთქი 9 თვე ჩვენ გარეშე. ჩვენ გარეშე არ ვარ. თავს ვიკავახელ სამივენი ერთად მიდგეხართ. ერთხელ მოასწრო ბავშვების განჩუმად იმის თქმა, რომ 12 წელი შანსი არ არის ვინმე გაკიდან გამომიყვანოს, ჩავმთავრებო და ყველაფერი მე კარგა იქნებოდა, მე ყველაფერს თავიდან დავიწყებდი. ხოდა ციხიდან რომ გამოვედით ბავშვები უკან წინარს გავუხედიათ ზურგით იდგნენ და უყურებდნენ, როგორ უკან მოდიოდნენ, რომ იქნებ მამაც ამიტაც დაინახა საიდან მე. სახლამდე ხმა არ გავუციათ ისეთები მოდიან და თავი არა უწევიათ იმ დღესაც და არაფერი არ უნახიათ. მამის მერე სულ ჩაგედლები არის. ვიდრე ეს ადამიანი ცხინვალის ციხეში უკანონოძის და ვიდრე ხელისუფლებამ კანონიერად დაკავებულ რუს ჯარისკაცებშიც კი ვერ მოახერხა და ვერ გაბედა სინამდვილეში მისი გაცვლა და მისი გამოხსნა. ვიდრე იგივე ხელისუფლება პოზნერისა და მისი მეგობრების დიდი პატივით შემოცილება გაცილებით არის დაკავებული. ახლა ნახეთ, როგორ ექცევა ის საკუთარ მოქალაქეებს, თუნდაც ისინი პოლიტიკური ოპონენტები იყვნენ. ცოტა ხნის წინ ქართული ოცნების წევრები და აქტივისტები ბათუმში ნაციონალური მოძრაობის ოფისს ცოცხებით ხელში დაესხნენ. ნეტა გამაგებინა ოღონდ 9 წლის შემდეგაც ამ ცოცხების სინდრომიდან რით ვერ გამოვიდა მართველი გუნდი. ნუ თუ ვერ ხვდებიან, რომ ცოცხები ქართული ოცნების სიმბოლო უფროა ვიდრე ნაციონალური მოძრაობის, იმიტომ რომ ციხის კადრებშიც მაგათი ბედუკაძის დადგმული იყო ცოცხის სცენა და მაგის მერეც 9 წელია სულ ეგენი დარბიან ცოცხებით. დღესვე ქართული ოცნების აქტივისტი რუსთავში ცივი იარაღით თავს დაესხა საკრებულოს წევრს ნაციონალური მოძრაობიდან და ის დაჭრა, ისე რომ დეპუტატს ოპერაციის ჩატარება დასჭირდა. ნაციონალებს მტრების წინააღმდეგ გამოსვლას საყვედურობენ, თვითონ თავისსავე მოქალაქეებს ესხმიან თავს. ქართული ოცნების აქტივისტები საღამოს რის ნახევრისთვის გაერთიანებული ოპოზიციის ბათუმის ოფისთან მივიდნენ. ცოცხებზე ოპოზიციის ლიდერების სურათები იყო გაკრული. ქართული ოცნების აქტივისტები აცხადებდნენ, რომ მათ გუშინ საღამოს მართველი გუნდის ოფისთან გაკრული სტიკერები გააპროტესტეს. იგორ ვოლსკი
სამშობლოს მოღალატეა და ის 5 ლაწირაკია ქვეყნის გმირი? და თქვენ მოგეწონათ ვოსკის საქმე? რა მომეწონა? კი, მომეწონა. მე რო თქვენ ეხა მოღალატე გიძახოთ, თქვენ მოგეწონებათ? არა. მე რო თქვენ მოღალატე მე არა ვარ მოღალატე. მე არა ვარ. თქვენ ნაციონალური მოძრაობა. მე ჩემთვის თითოეული ნაციონალური მოძრაობის წევრი ამ ქვეყნის მოღალატეა. დაინტერესებთ პასუხი ამას პასუხი. მე რო თქვენ ქუჩაში მოგადგენ, კი, მისაღები იყო, როცა მე ღირსებაზე მეხებიან, ანალოგიურ პასუხს გავცემ. დასრულდა ზუდა ნაციონალური მოძრაობა და თქვენი ტელევიზიები. ეშმაკის სეული ყველა სატანები ნოყარ. მოგენატრა ცოცხი დუბიკა მოგენატრა. რა უნდა დაგელაპარაკო ბიჭო შენ, რა უნდა დაგელაპარაკო? ცოცხი მოგენატრა. თქვენ რა საბრალ? დუბიკა მოგენატრათ. საქართველოს ნაცების გარეშე ამათი საქციელი უკვე გადადის ყოველგვარ მზღვარს რა. უშინდელი ამათი საქციელი გინებით ქალაქში ჩავლა ბატონ გიორგი ვოლსკის მიმართ, რომ უცენზურო სიტყვებს ისროდნენ. ეს ნორმალურია. პოლიციამ აქციის შესახებ წინასწარ იცოდა და აქტივისტებს მობილიზებული დახვდა. მათ დაპირისპირებულ ძალებს შორის ცოცხალი კორდონი აღმართეს და მხარეებს მეახლოების საშუალება არ მისცეს. მართველი ძალის წარმომადგენლები ცდილობდნენ სტიკერები ოპოზიციის შტაბზე გაეკრათ. რა ვიცი ახლა ქართული ოცნება იმის მაგივრად ქვეყანა მართოს და ეკონომიკა ჯანდაცვას მიხედოს და ქვეყნის პრობლემებს მიხედოს მოსული აქ და ცოცხებს ისურვეს. ესა ამათი სახე, ესა ამათი ბიძინა. ვოლსკი მიცა სიგნალი, რომ ასე უნდა იმოქმედონ და იმუშაონ და რა ვიცი თუ ეს თავრობა მოგწევთ ხალხო აგერ ყავთ ეს თავრობა და სახეზეა ვინ არიან. თორნიკე რიჟვაძე მოკლედ ეს ყეყეჩობა გამოიჩინა კიდევ ერთხელ ახალგაზრდული როგორი გოიმია ხო ყველამ ვიცით არა და გუშინდელი ეს აქცია რომელიც ჩაატარა არასამთავრობო ორგანიზაციებმა და ახალგაზრდა აქტივისტებმა გუშინ დაინახეს რა იმ თელს ქვეყანაში როგორ წინააღმდეგია ხალხი დაინახეს ხალხის განწყობა რომ 15 მაისის ემზადება და ეხლაზე ძალადობრივი ქმედებით ფანტაზიის უნარიც არ გააჩნია გუშინ სამოქალაქო საზოგადოების მონაწილეება რაღაც სტიკერები მიაკრეს და ყველაფერი რაც ხდება მოდიან მაშინ მერე ნაციონალურ მოძრაობას და აი გონიათ რომ ამ ძალადობრივ რაღაც დააშინებენ მოსახლეობას დასრულდებიან ესენი ძალიან მალე დასრულდებიან ესენი ძალიან სამარცხვინო დღეა რადგანაც მართლმა პარტიამ გააკეთა რამოდენიმე ათეული კაცით ის რაც არ გაუკეთებია ათასობით მომიტინგეს მთელი თვეების განმავლობაში როდესაც აპროტესტებდნენ შვიდობიანი გამოხატვის ფორმით საქართველოში მიმდინარე გაყალბებულ არჩევნებს და იმ პროცესს რომელიც რეალურად უკან მიაქანებს ქვეყანას და დღეს გვაჩვენეს რომ ფანტაზია ნული აბსოლუტურად დაგეგმვა და მართვა ქართული ოცნების მხრიდან ეს ზალა არის საშიში წარუმატებელი მცდელობის შემდეგ მათ ოფისს ცოცხები დაუშინეს და შეურაცხმყოფელი შეძახილებით ტერიტორია დატოვეს. თუმცა აღმოჩნდა რომ მათ სირცხვილიას ოფისთან გადაინაცვლეს და სტიკერები იქ გააკრეს. წვავე პოლიტიკური დაპირისპირება ნელ-ნელა სისხლიან ელფერს იძენს. პარტია ერთიანი ნაციონალური მოძრაობისა და რუსთავის საკრებულოს წევრი გიორგი მღებრიშვილი დღეს საკუთარ კორპუსთან ცივი იარაღით დაჭრეს. შემთხვევა დაახლოებით 14 საათზე რუსთავში მაჩაბლის ქუჩაზე მოხდა. იმ დონეზე შემეშინდა მე თვითონ რა, რომ ისა და ფერი რო არედო და იკეცებოდა ჩავთვალე რომ იყო დაჭრილი რა. იმიტომ რომ ძალიან ცუდი ფერია. კამათი, რომელიც სისხლიან დაპირისპირებაში გადაიზარდა, ერთ-ერთი კორპუსის ამხანაგობის კრებაზე დაიწყო. დაზარალებულის ახლობლების ინფორმაციით ამ კორპუსში ამხანაგობის თავმჯდომარეს ირჩევდნენ და კანდიდატებს შორის ერთ-ერთს პარტია ქართულ ოცნებასთან დაახლოებული პირი ლობირებდა. ეს ადამიანი ითხოვდა რომ კორპუსის თავმჯდომარე უნდა ყოფილიყო ქართული ოცნების ერთ-ერთი მომხრე, რომელსაც როგორც ჩანს თვითონ უჭერდა მხარს და არ ქონდა უფლება სხვა კანდიდატს ყოფილიყო წარმოდგენილი და აი ამ პოლიტიკური ნიშნის მიხედვით და ამ პოლიტიკურ ნიადაგზე მოხდა ეს დაჭრა, ანუ პოლიტიკური ანგარიშწორება გიორგის მიმართ. გასათვალისწინებელია ისიც, რომ გიორგი არის აქტიური წევრი ფრაქცია ერთიანი ნაციონალური მოძრაობიდან, ის არის საკრებულოს წევრი და შესაბამისად მთელი აგრესია წამოვიდა ამ მიზეზით. მარცხენა ბარძაყის არეში მიყენებული ნაკვეთ ნაჭხლეთი ჭრილობით გიორგი მღებრიშვილი რუსთავის ცენტრალურ საავადმყოფოში გადაიყვანეს. დაზიანებულია ბარძაყის კუნთები, მაგისტრალური სიზარღვები და ნერვები ინტაქტურია, ანუ დაზიანებული არ არის, სიცოცხლე საფრთხე არ ემუქრება. ამ წუთას მიმდინარეობს ოპერაცია, მდგომარეობა დამაკმაყოფილებელია. რითი აქვს მიყენებული დაზიანება? ბასრის საგნით.
რუსთავის საკრებულოს წევრის დაჭრას მის პოლიტიკურ საქმიანობას უკავშირებს ერთიანი ნაციონალური მოძრაობის პოლიტსაბჭოს წევრი დავით კირკიტაძეც. ის ყურადღებას თავდასხმელის პიროვნებაზე ამახვილებს და აქცენტს იმ საგანგაშო ტენდენციაზე აკეთებს, რომელიც მისი აზრით ყველა სახის არჩევნების აუცილებელი შემადგენელი ნაწილია. სავარაუდო ბრალდებულის ვინაობა ჩემთვის ცნობილია, ის ცხოვრობს იმავე კორპუსში, არის რუსთაველი და გამოირჩეულად აგრესიულია ხოლმე არჩევნების პერიოდში. ის აიძულებს საკუთარ მეზობლებს საკუთარი ნების საწინააღმდეგო მხარე დაუჭირონ ქართული ოცნებას. ეხლა მიმდინარეობს რუსთავის კორპუსში ამხანაგობის ხელმძღვანელების არჩევა. ეს უნდა ხდებოდეს, აქ უნდა ხდებოდეს მოქალაქეების თავისუფალი ნების გამოხატვა და ისე როგორც ყველა არჩევნებში ძალადობენ და უხეშობენ ქართული ოცნების ხარდაჭერები, ისე ხდებოდა ეხლაც ამ კონკრეტულ შემთხვევაში. და ამან გამოიწვია ეს კონფლიქტი, რომელიც მოხდა და ესე სავალალო შედეგით დამთავრდა. შემთხვევის ადგილზე დათვალიერებისა და მტკიცებულებების მოპოვების პროცესი ექსპერტ კრიმინალისტებს დასრულებული აქვთ. თუმცა შინაგან საქმეთა სამინისტროს ამ დრომდე არ გავრცელებია ინფორმაცია სავარაუდო დამნაშავის ნტ-ს დაკავების თაობაზე. მომხდარზე საქმე სისხლის სამართლის კოდექსის 117 მუხლით არის აღძრული, რაც ჯანმრთელობის განზრახ მძიმე დაზიანებას გულისხმობს. ხომ გეუბნებით რა აშკარად ძალიან მოსწონთ ქართული ოცნების წარმომადგენლებს ან მათ მომხრეებს ეს ცოცხები ხელიდან არ უშვებენ 9 წელია. გადავიდეთ სხვა თემაზე. ჯერ ისევ არ არის ოფიციალური პასუხი თუ რა გახდა ვაქცინაციის შემდეგ კომაში ჩავარდნილი და გარდაცვლილი ექთნის დაღუპვის მიზეზი. ჩვენი ჟურნალისტი ლაშა კვესელაძე უკვე რამდენიმე კვირა ამ თემაზე მუშაობს და მედიკოსებთან ერთად ცდილობს იპოვოს პასუხი თუ რას შეიძლებოდა გამოეწვია გართულებები მეგი ბაქრაძის ორგანიზმში. სპეციალური პროგრამის საშუალებით კომპიუტერული ტომოგრაფიის საფუძველზე ლაშამ აღადგინა კომაში მყოფი ექთნის სამგანზომილებიანი მოდელი და აღმოაჩინა ძალიან მნიშვნელოვანი დეტალი, რომლისთვისაც აქამდე არავის მიუქცევია ყურადღება. მეგი ბაქრაძეს ფილტვების ინტუბაცია არასწორად უტარდებოდა და შედეგად მისი ერთი ფილტვი ფაქტობრივად არ ფუნქციონირებდა. კომპიუტერის საშუალებით აღდგენილ სურათში პირდაპირ გამოჩნდა, რომ სასუნთქი მილი მხოლოდ ერთი ფილტვისკენ ჩადის. შესაძლოა ეს იყოს ერთ-ერთი საბედისწერო შეცდომა, რომელმაც საბოლოოდ ტრაგედიამდე მიგვიყვანა. რამდენიმე დღის წინ ახალციხეში COVID ვაქცინაციის შემდეგ გარდაცვლილი ექთნის მეგი ბაქრაძის კომპიუტერული ტომოგრაფიის ჩანაწერების გაანალიზება დაიწყე. ეს კვლევა მას ახალციხიდან თბილისში გადმოყვანის შემდეგ საღამოს 9-ის ნახევარზე გაუკეთეს. ექიმი არ ვარ, კომპიუტერული ტომოგრაფიის წაკითხვა სპეციალურ ცოდნას მოითხოვს. ამიტომ კვალიფიციურ სპეციალისტებს მიმართე. მათ რამდენიმე დეტალზე მიმაქცევინეს ყურადღება. მათ შორის ყველაზე საინტერესო მეგი ბაქრაძის ხელოვნური სუნთქვის მილი აღმოჩნდა. ინტერვიუზე არ დამთანხმდა, მაგრამ ერთ-ერთმა ექიმმა რადიოლოგმა ეს ადგილი მაჩვენა და მითხრა, რომ ეს შავი სიმრგვალე არის მეგი ბაქრაძისთვის ჩადგმული ხელოვნური სასუნთქი აპარატის მილი, რომელიც ტრაქეიდან მარჯვენა ფილტვში გადადის. და ამის დასტურად მაჩვენა, როგორ შეიცვალა შავმა რგოლმა პოზიცია. თვალსაჩინოებისთვის YouTube-ის სასწავლო ვიდეოც ვნახეთ. აქაც კარგად ჩანს, როგორ არის სწორი. სასუნთქი მილი ინტუბაციისას ექიმმა ფილტვების განშტოებამდე უნდა გააჩეროს, რომ ჰაერი თანაბრად განაწილდეს ორივე ფილტვის მიმართულებით. ამ ვიდეო გაკვეთილში მეგი ბაქრაძისნაირი შემთხვევაც არის აღწერილი. საინტუბაციო მილი არასწორად მარჯვენა ფილტვში ჩადის და შედეგად მხოლოდ ერთი ფილტვის უნთქავს. უფრო კარგად რომ დამენახა, როგორ ჩადიოდა საინტუბაციო მილი მეგი ბაქრაძის ფილტვში, კომპიუტერული ტომოგრაფიის ფაილი სხვა პროგრამით გავხსენი, რომელმაც ის სამგანზომილებიან გამოსახულებად გარდაქმნა და ცხადად დავინახე ყველაფერი, რაც ტომოგრაფიის გადაღების დროს ხდებოდა. გამოჩნდა მეგი ბაქრაძეც, საინტუბაციო მილიც და ისიც როგორ ჩადის ის მხოლოდ ერთ ფილტვში. ექიმმა რადიოლოგმა ფაქტობრივად დარწმუნებით მითხრა, რომ მეგი ბაქრაძეს ორივე ფილტვი ძალიან დაზიანებული ჰქონდა COVID-ისგან და ეს ძალიან კარგად ჩანდა ტომოგრაფიის გამოსახულებაზე.
ეს ფაილები პულმონოლოგსა და გულმკერდის ქირურგს ვახტანგ ქაცარავასაც ვაჩვენე. მან დაგვიდასტურა, რომ მეგი ბაქრაძეს ორივე ფილტვი ვირუსისგან ჰქონდა დაზიანებული. ჩვენ აი ამ სურათის მიხედვით შეგვიძლია ამ კომპიუტერული ტომოგრაფიის მიხედვით შეგვიძლია საასახად ვთქვათ, რომ ეს ფილტვების დაზიანება პაციენტს ჰქონდა დიდი ხნის წინ უკვე. დიდი ხნის წინ ეს ეტყობა, მე ხარ არ შემიძლია 100% ეს თქვა, მაგრამ აი ამის მიხედვით, რასაც მე ვხედავ, ეტყობა ქონდა. COVID-ი, იმიტომ რომ აი ამიტომაც არის პოლიმორფიზმი, ანუ ვიმეორე ფისები, არის ფიბროზიც და არის დაბრუნებული ბიდის სინდრომი. ვახტანგ ქაცარავამ ასევე დაგვიდასტურა, რომ საინტუბაციო მილი მეგი ბაქრაძეს ნამდვილად მხოლოდ ერთ ფილტვში ჰქონდა ჩადგმული, რაც მისი გადარჩენის შანსებს ნამდვილად არ გაზრდიდა. ახლა ფილტრას დღეს შეხედე. ზედა ნაწილები, ფილტრი ჩანს. აი ეგ არის მილი. ნუ რა თქვა უნდა ახლა ეს მილი უნდა იდგეს ტრახეაში, იმდენ უნდა იდგეს ტრახეაში, რომ ორივე ფილტრი თანაბრად მუშაობდეს, ხო? აქ ორივე ფილტრი თანაბრად არ მუშაობს, ეს ფაქტია, აგერ ხედავთ. მუშაობს ძირითადად მარჯვენა ფილტრი და მარცხენა ფილტრში სადღაც 20% აი მოცულობის ხდება, სუნთქვის მოცულობის ხდება 20%, რაც უნდა ხდებოდეს ფაქტია. პრობლემა არის ასეთ მდგომარეობაში. რა თქმა უნდა პრობლემაა. რა ხდება? რაც უფრო ფილტრები მეტად დაზიანებული, მით უფრო დიდი პრობლემაა ეს. ვახტანგ ქაცარავას თქმით, ინტუბაციისთანავე ექიმმა პაციენტს ან რენტგენი უნდა გადაუღოს, ან ენდოსკოპით მაინც უნდა მოусმინოს და დარწმუნდეს, რომ ხელოვნური მილიდან გამოსული ჰაერი მხოლოდ ერთ ფილტვში არ ჩადის. იმის საკითხავად, ვინ და როგორ გაუკეთა მეგი ბაქრაძეს ინტუბირება, ახალციხეში ჩავედით. დოკუმენტებიდან ცნობილია, რომ მისი ინტუბირება აქ დაუყოვნებლივ მოხდა, როგორც კი გონება დაკარგა. კლინიკა იმედში ხელმძღვანელთან გასაუბრება ვითხოვეთ. გიორგი ბარძიმაძე ადგილზე არ დაგხვდა. მას ტელეფონით დაუკავშირდით. კომპიუტერულ ტომოგრაფიაზე ჩანს, რომ ინტუბირების დროს, ანუ ინტუბირება არის გაკეთებული მარჯვენა ფილტვში და არა ტრაქეაში. ხო და ამიტომ ამბობ, ანუ ინტუბირება გაკეთდა აქ, მაშინ ვის შეუძლია ამაზე საუბარი? რას ქვია მარჯვენა ფილტვში არის გაკეთებული და აღარ აი ამიტომ მინდოდა რომ აგიხსნით ზუსტად ადგილზე. მე მაგასში კომპეტენტური არა. ვინ არის მაშინ თქვენთან კლინიკაში? დაველაპარაკები ასეთ რაღაცაზე ჩვენ იმას რა ქვია. ან კლინიკურ მენეჯერს კითხავ, ან რომ იმან გაცეთ რამე პასუხი რა. კი, აქ ვართ ბატონოგია და გელოდებით. დიახ. თქვენ დამირეკეთ ხო? დიახ, მე დაგირეკე. თქვენ რა ქვიათ? ლაშა. ბატონო ლაშა, ანუ მე მაგაზე რა თქმა უნდა არ ვიცი. ასე დაურეკე ჩვენ მენეჯერსაც ველაპარაკეთ. პასუხი და ასე კომენტარი არავის არ აქვს არაფერი. ჩვენგან გაიტოვეს და წავიდა და ეხლა მაგ რა მოხდა? ალბათ ვინც რაღაცას ამბობს და აღკიცებს, იმან უნდა თქვას თავისი აზრი. ხა, რა ვიცი, რა მოხდა იქ კომპიუტერულ ტომოგრაფიის გადაღებაზე, გადაწვენაზე, გადმოწვენაზე, მისო არ ვიცი, ხო? არა, ნახეთ, მეკითხვა მექნება, რომ აქ ამ შემთხვევაში, როდესაც გაკეთდა ინტუბაცია, მე რა მეთოდით შემოწმდა, სწორად იყო თუ არა ინტუბირებული. ეს არის ჩემი კითხვა, რა მეთოდით შემოწმდა? მე არ ვიცი, მაგაზე ვერ ვინ გააკეთა იმასთან რომ დავაზუსტოთ? ვინ გააკეთა ინტუბაცია? ვინ გააკეთა ინტუბაცია და მე ის მან შემოწმა თუ არ შემოწმა? თქვენ არიცით ვინ გააკეთა ინტუბაცია თელმა საქართველოსში? ვინ გადაიყვანა, ვინ გააკეთა, როგორ არის? ანუ ბატონმა გიორგიმ გააკეთა აფციაურმა ინტუბაცია. ალბათ ან გიორგი აფციაურმა გააკეთა, აბა ვინ გააინტუბირებდა? მაშინ რო ვკითხოთ ბატონ გიორგის, მაშინ გიორგის რო ვკითხოთ თუ და გიორგი თანძანდებით ხო? დიახ. თქვენ გესაუბრეთ მე დაგინიჭე. რა გარკვიეთ მომხდეთ რა? მე ვერაფერს ვერ გიტყვი. დირექტორმა არ გვიპასუხა, როგორ მოხდა მეგი ბაქრაძის ინტუბირება და შემოწმდა თუ არა სასუნთქი მილი მას სწორად თუ ჰქონდა ჩადგმული. მეგი ბაქრაძე ხომ თბილისში გადაყვანამდე ამ კლინიკაში 5 საათის განმავლობაში იყო და იგივე მილით ინტუბირებული წაიყვანეს ის თბილისში საუნივერსიტეტო კლინიკაში კიდევ რამდენიმე საათიან გზაზე.
რენტგენი არის. მე კომენტარზე რენტგენი არ მინდა არანაირი კომენტარი. ვინ გააკეთა ინტუბაცია? ბატონ გიორგის მიაწვინეთ მოკითხვა დაუსვით. ეს ყველაფერი აღწერილია, ყველაფერი თავის ადგილზეა, ისტორია, ყველაფერი გადაცემული. ამას გამომძიება იძიებს და დათებს შესაბამის დასკვნას რა. გიორგი ბარძიმაძე მალევე გამოვიდა კლინიკიდან. კიდევ ერთხელ ვცადეთ მისთვის გვეჩვენებინა მტკიცებულება, რომ მეგი ბაქრაძეს სასუნთქი მილი არასწორად ჰქონდა ჩადგმული. აი ეს არის მოძრაობა და გამოდის მარჯვენა ფილტვში. მოვიდეთ, თქვენ შეიძლება ეს იცოდით რა. სპეციალისტმა თქვა, ეს ხომ არა ვარ ამის სპეციალისტი. აი მათმა გაარკვევი, თქვენ ვენდობით ის სპეციალისტი. ერთ-ერთი მინდა ვიცოდე, რომ ბატონ გიორგის მიაწვინეთ, ხმა იქნებ რამის თქმა უნდა. დამეხმარებით ვიცოდე. არავის აღარ უნდა კომენტარებს გაკეთება. ყველაფერი გაკეთებული და ყველა კომენტარია, რაც შეიძლება გაკეთებული იყოს. განარჩენი გამოიძებენ ემოციური უთმობა. უწევდე რომ ჩამს მინისებული დაბურული ანუ მინის ეფექტი. ვიცით რომ მეგი ბაქრაძე ახალციხიდან თბილისში გადმოიყვანეს პირველ საუნივერსიტეტო კლინიკაში, სადაც მას კომპიუტერული ტომოგრაფია ჩაუტარეს და აქ უკვე მაინც უნდა მიხვდარიყვნენ, რომ სასუნთქი მილი მას არასწორად ჰქონდა ჩადგმული. დაურეკეთ კლინიკის ხელმძღვანელს ლევან რატიანს. როდესაც საინტუბაციო მილმა შეიძლება ჩავიდეს, ჩასრიალდეს მარჯვენაში, ანუ შესაძლებელია ეს იყოს, მაგრამ მე როდესაც უსმენ ფილტრებზე ასწორებ ამ მილს, ანუ აყენებ ისე, რომ თუნდაც არდებოდეს თანაბრად. ახალციხიდან ესე ჩამოვიდა თქვენთან მარჯვენა ფილტვში ეგ არ არის პრობლემა ნამდვილად. მე თქვით რომ მე ვინ ნახა ეს კომპიუტერული ტომოგრაფია, მაგრამ მე შემიძლია ვისწრაფ, რომ პაციენტთან საინტუბაციო მილი იდგა ტრახეაში და თუნდაც არდებოდა თანაბრად. ჩვენმა კონსულტანტმა ექიმმა რადიოლოგებმა ჩვენ განგვიმარტეს, რომ ინტუბაციის მილი ტრაქეაში სპეციალური გასაბერი ფიქსატორით მაგრდება და პაციენტის სხეულის მოძრაობის მიუხედავად მილის პოზიცია წესით არ უნდა შეიცვალოს. ლევან რატიანს ვკითხეთ, მას შემდეგ თუ გაასწორეს ინტუბაციის მილი, რაც დაინახეს, რომ მხოლოდ ერთ ფილტვში ჩადიოდა. გასწორება მოხდა ამ შემთხვევაში? ეს უკვე ისტორიაში ასახულია. დოკუმენტაციაში ჩვენ ვერც ის ვნახეთ, რომ მილი არასწორად იდგა და ვერც ის, რომ ის გაასწორეს. ლევან რატიანს ასევე ვკითხეთ, მათაც თუ დაინახეს, რომ მეგი ბაქრაძის ფილტვების დაზიანება COVID ინფექციაზე მიუთითებდა. მე ჩავატარე ტესტი COVID-ზე, PCR მიმდინარე COVID-ი მასთან არ იყო და ლუგარს აღებული აქვს როგორც ის. ყველაფერი და იმუნოლოგიურ პასუხისმგებლობა. ესე იგი, რადგან ლაბორატორიულად დადგინდა, რომ მეგი ბაქრაძეს აცრის დღეს COVID-ი არ ჰქონდა, უნდა დაველოდოთ ანტისხეულებზე ჩატარებული ანალიზის პასუხს. რომ გაირკვეს, რამდენიმე თვის წინ ხომ არ ჰქონდა მას უსიმპტომო COVID-ი და ამიტომ ხომ არ დაუზიანდა ფილტვები. ექთნის ოჯახის წევრები დარწმუნებულნი არიან, რომ მეგი ბაქრაძეს COVID-ი არ ჰქონია, ვინაიდან მისთვის შესაბამისი სიმპტომები არასოდეს შეუნიშნავთ. ერთი თვით ადრე რო ქონდოდა ისა 4 თვე მადმუშაობდა ციებცხელების ცენტრში. ყველა მესამე დღეს იყო, ყველას გადატანილი ქონდა COVID-ი, მარტო მაგას არ ქონდა გადატანილი. სამსახურში მიდი. ალბათ გარდაცვალებიდან ერთი 4 თვე დაიწყო თუა ისა COVID-ი ცხელების ცენტრად გადაკეთდა, გადაიყვანეს მათ ექთნად. მანამდე სად სანიტარი იყო ბავშვთაში. ახალციხეში ბავშვთა რა სამონტო ხო? და იქნებ მანამდე იქ გადაიტანა. არა. არ არსებობს. არაფერი არ ჭირდა სახში არავის არ შეხვედრი. არც ხველა, არც სიცხე, ასეთი რაღაცა არ ქონია სახში. ისე ძალიან ეშინოდა, ჩვენ მრავალრიცხოვანი ოჯახი გვაქვს სახში და ამისი ძალიან შიში ქონდა, მე კიდე ასაკიანი ქალი ვარ. ამის და თან პატარა ბავშვებიც მყავს სახში და ამისი ძალიან ეშინოდა და ძალიანერიდებოდა. აი ნორმალური ფილტვის სურათი, ხედავთ, როგორი მუქია, ხო? აი ხედავთ, როგორი აი დაბურულ მინას გავს, აი ხედავთ. აი დაურთქლილი, აი ხედავთ, ხო? როგორი განსხვავება, აი ამას ქვია დაბურული მინის სინდრომი. ვახტანგ ქაცარავა ტომოგრაფიის სურათზე ისეთ ცვლილებებს ნამდვილად ხედავს, რაც წარსულში გადატანილ ინფექციაზე მიუთითებს. სწორედ ამიტომაა მნიშვნელოვანი იმის დადგენა, რამდენიმე თვის წინ უსიმპტომოდ ხომ არ გადაიტანა მეგი ბაქრაძემ COVID-ი, რამაც მას ფილტვები დაუზიანა. ვახტანგ ქაცარავამ კიდევ ერთ საინტერესო დეტალს მიაქცია ყურადღება, ფილტვების იმ 80%-იანი დაზიანებით, რომელსაც ის ტომოგრაფიის ფაილში ხედავს, წესით მეგი ბაქრაძე ფიზიკურად აცრის ოთახში ასე მშვიდად ვერ უნდა დამჯდარიყო.
რაც რამდე რო გადაგვიღო სურათი, ასეთ მასშტაბის დაზიანებას ვერ დახავდით. ანუ ეს განვითარდა რამდენიმე საათში. რამდენიმე საათში განვითარდა, უეჭვლად, რატომ? მე ესე მგონია. ეხლა მე არ შემიძლია 100% ვთქვა, მაგრამ ეს მოსაზრებასე რატომ დაგისაბუთებთ? აი ესეთი დაზიანებით, რასაც ჩვენ აქ ვხედავთ, ნუ აქ აპარატის გარეშე სუნთქვა შეუძლებელია. ანუ ესე იგი ხელნური სუნთქვის წარმოების გარეშე ეს პაციენტი ამისთან დაზიანება ვერ ისუნთქებს. ამიტომ რადგან ჩვენ ხო ნახეთ ყველა სურათი, როგორ უკეთებენ გოგონას, ესე იგი აცრას როგორ ინტერვიუს იძლევა, იქ არ ჩანს ეს ქოშინი, ხო სწორი ესეთი მძიმე რესპირატორული უკმარისობა არ ჩანს. და ამიტომ ესე იგი ამისთან ფილტვების სურათის დროს რა თქმა უნდა ქოშინი ექნებოდა ძალიან მძიმე უკმარისობის სურათი იქნებოდა. რომ შევაჯამოთ სპეციალისტების მოსაზრებები, მეგი ბაქრაძის საქმეში ტომოგრაფიის ფაილების შესწავლამ ახალი დეტალები გააჩინა. ნათლად გამოჩნდა, რომ მას ხელოვნური სუნთქვის აპარატის მილი მხოლოდ ცალ ფილტვში ჰქონდა ჩადგმული. ამასთან ერთად მას ორივე ფილტვი დიდი ალბათობით რამდენიმე თვის წინ გადატანილი კოვიდისგან ჰქონდა დაზიანებული. სპეციალისტები დარწმუნებით ვერ ამბობენ, რომ არასწორმა ინტუბაციამ მისი გარდაცვალება გამოიწვია, მაგრამ დანამდვილებით იციან, რომ ეს ყველაფერი მისი გადარჩენის შანსებს შეამცირებდა. თავარ კითხვებს, რა გახდა მეგი ბაქრაძის გარდაცვალების მიზეზი, ექსპერტიზის კვლევებმა უნდა გასცეს პასუხი, რომლებიც მრავალი დაპირების მიუხედავად ჯერ არსად ჩანს. როდესაც ჩნდება ხოლმე ეჭვი, რომ ფატალური შედეგი ექიმის მიერ დაშვებული შეცდომის გამო დადგა, სამედიცინო დასკვნის დადება უსასრულოდ იჭიმება ხოლმე. ვინაიდან ეს დასკვნა ისევ ექიმებმა უნდა დაწერონ და ისინი თავს არიდებენ თავიანთი კოლეგების დადანაშაულებას. მაგრამ მეორეს მხრივ თვითონ ის ფაქტი ზუსტად რომ სამედიცინო დასკვნის გამოტანა ჭიანურდება, თავისთავად კიდევ უფრო აღბავებს ეჭვს, რომ დიდი ალბათობით საქმე სწორედ საექიმო შეცდომასთან გვაქვს და ამიტომაც გაურბიან მედიკოსები დასკვნის დადებას. ჩვენ ახლა მოგიყვებით ორ შემთხვევაზე, სადაც ამ დრომდე არ არსებობს სამედიცინო დასკვნა და სადაც ოჯახს და ადვოკატებს ეჭვი აქვთ, რომ პაციენტები სწორედ ექიმების შეცდომას შეეწირნენ. ერთი ეს არის 13 წლის ბიჭი, რომელსაც გლანდების ოპერაცია ჩაუტარდა, მეორე კი 26 წლის ქალია, რომელიც ნაღლის ბუშტის ოპერაციას ემსხვერპლა. ორივე მათგანი ასეთი ერთი შეხედვით მარტივი ოპერაციის შემდეგ დაიღუპა. ბავშვი იყო, ხელები, კიდურების გაშავებული ჰქონდა. არც ერთ დედას არ უსურვებ. ჩემი შვილი რა მდგომარეობაში წნახა, ისე მდგომარეობაში იხილოს დედამშვილი. ძალიან მძიმე სურათი დამოხვდა. ეს უკვე არა ადამიანობა არის. გამომძიებელთანაც ჩავდივართ, სისტემატიურად ურეკავთ, არაფერი სიახლე არ არის. ნაღლის ბუშტის ოპერაციის ჩასატარებლად კლინიკაში მისული ახალგაზრდა ქალის სიცოცხლე რამდენიმე დღეში დასრულდა. ეთერ მეტივიშვილის გარდაცვალებიდან 8 თვე გავიდა. კითხვები კი ისევ პასუხგაუცემელი რჩება. ოფიციალურად გამოძიება გრძელდება. ოჯახი კი დამნაშავის დასჯის მოლოდინშია. რა მოხდა თბილისის ცენტრალურ საავადმყოფოში და რატომ გართულდა ეთერ მეტივიშვილის ჯანმრთელობის მდგომარეობა? ადვოკატი დღემდე ექსპერტიზის საბოლოო დასკვნის მოლოდინშია. საქმის მასალებზე დაყრდნობით შეგვიძლია ქრონოლოგიურად აღვადგინოთ ის სურათი, რომელიც ახალგაზრდა ქალის სიცოცხლის ბოლო რამდენიმე დღეს ასახავს. 18 ივლისი, დღის 2 საათი, ეთერ მეტივიშვილი მუცლის არეში, მწვავე ტკივილით, ქალაქ გორიდან, თბილისის ცენტრალურ საავადმყოფოში გადმოჰყავთ. წინასაოპერაციო მომზადების შემდეგ 5 საათზე პაციენტს, რომელსაც წინასწარი დიაგნოზით ნაღლის სადინარი ჰქონდა, კენჭით გადაკეტილი ოპერაცია უკეთდება. საათნახევრის შემდეგ ქირურგი გიორგი ნიკოლიშვილი ოჯახს ატყობინებს, რომ ოპერაცია წარმატებით დასრულდა. 19 ივლისი, პაციენტს მუცლის არეში საშინელი ტკივილი და მაღალი ტემპერატურა აღენიშნება. 20 ივლისი, კლინიკიდან გაწერის ნაცვლად, როგორც მანამდე პირდებოდნენ, ოპერაციის შემდეგ ახალგაზრდა ქალის მდგომარეობა მძიმდება. ნაოპერაციებ ჭრილობაში დატოვებული კათეტერი თავის ფუნქციას სრულად ვერ ასრულებს. გამონადენი მუცლის ღრუში იხრება და გამოსაცვლელია. ეთერი ისევ საოპერაციო ბლოკში გადაყავთ. ოპერაცია 5 საათი გრძელდება. შემდეგი 5 საათის მანძილზე ახალგაზრდა ქალი შოკური მდგომარეობიდან ვერ გამოდის და 26 ივლისს მისი სიცოცხლე ფატალურად სრულდება. დამნაშავე ექიმი, ვის გამო ჩემი შვილის მდგომარეობა ესე დამძიმდა და რამაც სიკვდილი გამოიწვია. ბავშვი ობოლი დატოვეს, შვილი დარჩა გოგონა 11 წლის, დატოვეს უდედოდ. ძალიან სულ მდგომარეობაში ვარ.
სულიერად მორალურად და ვითხოვ დახმარებას, რომ ხარში ამომიდგეთ, რომ ვინმე კიდე არ გაუბედურდეს, როგორც ჩვენ გაგვამწარეს და გაგვაუბედურეს. ორივე ოპერაცია ვიდეო კამერით გადაიღეს. ეთერის გარდაცვალებისა და საქმეში პროკურატურის ჩართვის შემდეგ აღმოჩნდა, რომ პირველი ოპერაციის კადრები აღარ არსებობდა. წაშლილი იყო და კლინიკამ სამართალდამცავებს მხოლოდ მეორე ოპერაციის ვიდეო მასალა გადასცა. ეს ფაქტი გარდაცვლილი ქალის ახლობლებს ეჭვს უჩენს. ეჭვს უფრო ამძაფრებს ის ფაქტი, რომ მეორე ოპერაციის დროს და მას შემდეგ ოჯახს არ ჰქონდა ინფორმაცია ეთერის ჯანმრთელობის მდგომარეობასა და მოსალოდნელ გართულებებთან დაკავშირებით. ოჯახს არ მიეწოდებოდა სრულყოფილი ინფორმაცია რა ხდება, როდესაც გოგონა უკვე აღარ იყო კონტაქტური, ოჯახს ეუბნებოდნენ, რომ მას აძინებდნენ, ვინაიდან ასე იყო საჭირო და ძალიან მალე მოხდებოდა მისი გაღვიძება და ასეთ ფაქტსაც ჰქონდა ადგილი, რომ როდესაც უთხრეს, რომ ხვალ უკვე გამოვაღვიძებთ ეთერის, სწორედ ეს ხვალ, როდესაც გათენდა ოჯახს ცნობს, რომ კრიტიკულად დამძიმდა უკვე მდგომარეობა და ძალიან მალე უკვე გადაცვალებაც შეატყობინეს. იყო გარკვევით ახსნილი, რაზე შედიოდა პაციენტი, რა ოპერაციაზე შედიოდა და რა შეიძლებოდა ამას ხა ის გართულება რო რაც ეხლა გართულება კიდე გეუბნებით ეგ ჩემი ინტერესებში საერთოდ დასრულდეს გამოძიება და ექსპერტიზის დასკვნა დაიწყოს. ველოდებით გამოძიება ის დამთავრებას. გარდაცვლის ოჯახს კითხვები აქვს გამოძიებასთანაც, რომელიც ფორმალურად 8 თვის წინ დაიწყო და აქტიური საგამოძიებო მოქმედებები ჯერ არ დაწყებულა. საქმეში მალევე ჩაერთო ადამიანის უფლებათა ცენტრი, თუმცა ადვოკატს ჯერ კიდევ არ აქვს ეთერის საქმეზე სრული წვდომა. მის ხელთ მხოლოდ ექსპერტიზის დასკვნის პასუხია, საიდანაც ირკვევა, რომ ეთერ მეტივიშვილის სიკვდილის მიზეზი სეფსისის შედეგად განვითარებული პოლიორგანული უკმარისობაა. გამომწვევი მიზეზების დასადგენად ადვოკატმა სამედიცინო რეგულირების სააგენტოს მიმართა. რეგულირება იხილავს, აი ესე რომ ვთქვათ, ძალიან დიდი ხნის ვადაში იხილავს. და ველოდებით პასუხს უკვე რა იქნება პროკურატურაში. საქმე მიმდინარეობს, თუმცა აი ამ ეტაპზე აქტიური საგამოძიებო მოქმედებები არ მიმდინარეობს. გამომძიების პასუხი არის ის, რომ ელოდებიან დასკვნას და დასკვნამდე ისინი ვერაფერს ვერ გააკეთებენ. ადვოკატმა სამედიცინო რეგულირების სააგენტოს 7 თვის წინ მიმართა. საქმე კი ჯერ კიდევ განხილვის პროცესშია. როდესაც საქმე სამედიცინო დარღვევებს ეხება, დასკვნის გამოტანის პროცესი შესაძლოა წლები გაგრძელდეს. ამ ხნის მანძილზე კი სამედიცინო პერსონალი ჩვეულ რეჟიმში აგრძელებს საკუთარ საქმიანობას და გარდაცვლილი პაციენტის ოჯახები უსასრულოდ ელოდებიან. საწავიდა პირველი ოპერაციის ჩანაწერი. უნდა ეხადოს ამ უსამართლობა საქმეს, დღეს ეთერი ფაქტიურად აღარ არის და ექიმები ისევ ჩვეულებრივი ცხოვრებით აგრძელებენ მუშაობას, არანაირი ლიცენზიის შეწყვეტა. ამ ბრძოლით ჩვენ ეთერის ვეღარასდროს ვეღარ გავაცოცხლებთ, მაგრამ აღარ უნდა მოხდეს ისე, რომ 26 წლის ახალგაზრდები 21 საუკუნეში უმარტივესი ოპერაციით არ უნდა იყვნენ. სავარაუდო სამედიცინო დარღვევებთან დაკავშირებით საქართველოში ათეულობით საქმეა აღსრული. გამოძიება შეჩერებულია და ოჯახები სამედიცინო დასკვნების მოლოდინში არიან. თაროზე უსასრულოდ შემოდებულ საქმეებს შორისაა 13 წლის მახალ გურიანოვის გარდაცვალების ისტორიაც. მოზარდი მარნეულის სამედიცინო ცენტრში მამამ გლანდების ოპერაციის ჩასატარებლად მიიყვანა და ბავშვი ოპერაციიდან რამდენიმე დღეში გარდაიცვალა. მითხრეს, რომ 15 წუთიანი ოპერაცია იქნებოდა და ოპერაციის შემდეგ შვილს მანახებდნენ. 15 წუთის შემდეგ მოვიკითხე თუ როგორ ჩატარდა ოპერაცია. პასუხი არავინ გამცა. შემეშინდა, ვერ მიხვდი რა ხდებოდა. 1 საათის შემდეგ ძალით შევარდი პალატაში და დავინახე, რომ ისევ უგონო მდგომარეობაში იყო ჩემი შვილი. ექიმმა მითხრა, ოპერაციის დროს მახალის ჯანმრთელობის მდგომარეობა გართულდა. ბავშვს გული გაუჩერდა, მაგრამ ახლა ყველაფერი კარგადაა და გონზე 48 საათში მოვიდოდა. როგორც ფორმაციიდან ირკვევა, 2017 წლის 30 ნოემბერს გლანდების ოპერაციის დასრულებისას პაციენტს განუვითარდა პნევმოთორაქსი, რის შედეგადაც განვითარდა გულის გაჩერება. საოპერაციო ბლოკშივე ჩატარდა რეანიმაციული ღონისძიებები, რის შედეგადაც გულის მუშაობა აღდგა, მაგრამ მდგომარეობის სიმძიმიდან გამომდინარე კრიტიკული მედიცინის განყოფილებაში მოათავსეს. შევიდა ჯანმრთელი პაციენტი, კი ბატონო, გაუკეთდა გალანდების ოპერაცია, საჭიროება იყო, არ იყო, ესეც კიდე გადასადგენია, მაგრამ ოპერაციის პროცესში ჩავარდა კომატოზურ მდგომარეობაში, გაუჩერდა გული, ტვინს არ მიეწოდებოდა ჟანგბადი და როდესაც მშობელი შევიდა დიდხანს, როდესაც გრძელდებოდა ოპერაცია, ნახა, თავის შვილი იყო გასიებული. ანუ სახეზე შეშუპებები ჰქონდა. აღნიშნულმა დასკვნამ ზუსტად ეს უნდა დადგინდეს, რა მოხდა.
სად დაუშვა შეცდომა ექიმმა და რამ გამოიწვია 13 წლის ბავშვის გარდაცვალება. ოპერაციიდან 2 დღის შემდეგ მახალ გურიანოვი კომატოზურ მდგომარეობაში თბილისში ციციშვილის კლინიკაში გადმოიყვანეს. მოზარდი 37 დღის შემდეგ გარდაიცვალა. 2018 წლის დეკემბერში სიცხლის სამართლის საქმე აღიძრა. მას შემდეგ ოჯახი სამედიცინო დასკვნის მოლოდინშია. დღემდე არ აქვთ პასუხი, რამ იმსხვერპლა მოზარდი. გარდაცვლილი ბავშვის ოჯახი დარწმუნებულია, რომ მახალ გურიანოვი ექიმების დაუდევრობა შეეწირა. ქირურგი ანესთეზიოლოგს აბრალებდა, ანესთეზიოლოგი ქირურგს. შვილი მომიკლეს და დღეს არც ერთი ექიმი არ დასჯილა. პასუხისმგებლობის აღება არ უნდათ. ასეთი დიდი უბედურება დაგვატყდა თაოს. ვიტანჯებით. გვეუბნებიან, რომ გამოძიება მიმდინარეობს. წლები გადის და ექსპერტიზის პასუხი ისევ არ არის. ეს რა სამართალია? დღეს გვაქვს ესეთი მოცემულობა, ყავს გარდაცვლილი 13 წლის ბიჭი, მიმდინარეობს გამოძიება, მაგრამ არ ყავს არავინ ბრალდებული. ანუ თუ ვისი ბრალეულობით მოხდა ამ ახალგაზრდა ბიჭის გარდაცვალება და რა მოხდა სინამდვილეში და რამ გამოიწვია მისი სიკვდილის მიზეზი დღემდე უცნობია. დღემდე არ გვაქვს ექსპერტიზის დასკვნა. როდესაც მიმართავ და ვეკითხები სამხარაულსაც რომ რა ხდება, სამხარაული იშვერს ხელს რომ ექსპერტს არ მოუმზადებია, გამოძიებას როცა ვეკითხები ის იშვერს ხელს სამხარაულისკენ, არ მოგდის იქიდან პასუხი. ეს არ არის ერთეული შემთხვევები, როდესაც საგამოძიებო უწყებას გულგრილობაში ადანაშაულებენ. თაროზე არაერთი საქმეა შემოდებული. იცვლებიან გამომძიებლები, იცვლებიან პროკურორები. დაზარალებული ოჯახისთვის კი არაფერი იცვლება. ისევ პასუხგაუცემელი კითხვები და გაურკვევლობა, თუ რას შეეწირნენ ახალგაზრდები. სამედიცინო დასკვნის მოლოდინში საქმეს შესაძლოა ხანდაზმულობის ვადა გაუვიდეს. ან თუ დადგინდება ექიმის ბრალეულობა, შესაძლოა მხოლოდ რამდენიმე თვით ლიცენზიის შეჩერება მოხდეს.